როგორ ახართ გოგონებო, იმედი ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ. როგორ აღწერს თავის სიყვარულს, თავის გრძნობას თქვენთან დაკავშირებით? რამოდენიმე სიტყვით, ანუ ამ შემთხვევაში რამოდენიმე არკანით. ყველას უღრმესი მადლობა მინდა გოგონებო გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რასაც ჩემთვის აკეთებთ, მინდა იყოთ ყველა ბედნიერ და რა თქმა უნდა უყვარდეთ იმას, ვინც თქვენ გაგაბედნიერებთ და ორმხრივი იქნება ეს. ნახოთ, როგორია? საერთოდ როგორია? ძალიან საინტერესოა ორიოდე სიტყვით ახსნა, ანუ ძალიან გაუჭირდება და უჭირს ზოგადად ამ ადამიანს ამ თემაზე საუბარი თქვენთანაც, იმიტომ რომ აქ არის შეწინააღმდეგება, როცა ერთი მეორეს რაღაცნაირად ეჭიდავება, ეჯიკავება, როცა სიყვარული რთულად გამოდის, გრძნობა რთულად გამოდის, ანუ ადამიანი ეხლა იწყებს რაღაცა, მე მგონი, ცოტა პრეტენზიებს. ნახოთ. ეს მინიშნება იყო. ნახოთ. ორიოდე სიტყვით. როგორ აღწერს? როგორ აღწერს? როგორ აღწერს? სრული შოკი, სრული კატასტროფა. ორი მაღალი არკანი. ანუ ჯერ მოდი ვთქვათ, რომ თავდაყირა აყენებს საერთოდ თქვენი მონაწილეობა მის ცხოვრებაში, შეიძლება მე ვფიქრობ, რომ უმეტესწილად ეხა ჩვენ გვაქვს საუბარი გოგონებო იდეალურ ურთიერთობაზე, სადაც ყველაფერი უკვე დედაბუძიანად დანგრეულია და ან სტაგნაცია მინიმუმ, რომელიც არც აგიგმა, არც ბეგიგმა და არაფერი არ არის რა და ადამიანის გაჩხერილი. ანუ ფაქტიურად ადამიანი ვერაფერს ვერ ხსნის, არც ხსნის, ანუ არც აქვს ამის მოცემულობა, ანუ რაზე ნანგრევებზე გავაკეთო დასკვნა ამბობს. სხვათა შორის ის მაღალი არკანიც იყო, ანუ რომელიც მეახსენი მინიშნებაში, ისიც იყო მაღალი არკანი. ანუ რა გამოდის იცი, ანუ თქვენი მონაწილეობა მის ცხოვრებაში იყო საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანი, თავდაყირა და ყველაფერი აბსოლუტურად და რა თქმა უნდა ამაზე ახლა რო ვთქვა რომ საუბარი უნდა, ნამდვილად არ უნდა საუბარი, პირიქით რაღაცნაირად დრო, ძალიან დიდი დრო გავიდა უკვე, თუნდაც რომ რამე დასკვნა გამოიტანოს და თქვას. იმიტომ რომ ამბობს რომ მიზიდავს, მინდა შენთან ურთიერთობა, თუმცა ეს ყველაფერი არის უსიამოვნება. უსიამოვნების მეტი აქ არაფერი არ მოაქვს ამ ურთიერთობაზე, თუმცა ინტერესი ძალიან დიდი აქვს დარჩენილი და პლუს ამას მაინც იმედს იტოვებს, ეს პასიური იმედია, თუმცა მაინც იმედს იტოვებს. ვერ ვიტყვი, რომ შენი დანახვა არ უნდა პირიქით, მაგრამ აი ემოციის შეგრძნებაზე რაღაცა უარყოფითი ემოციები მოდის, თორე მეტი არაფერი. ურჩევნი ახლა ამ ეტაპზე საერთოდ არც გრძნობაზე ილაპარაკოს და რაღაცნაირად შინაგანი ჯანსაღი მდგომარეობა კონდეს და კაკრას მაგისკენ მიდის. აი აღდგენა აქ, რეაბილიტაციას გადის მოკლედ გოგონებო. მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.